ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვაჟა ფშაველას ხელნაწერები გამოვიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვაჟას ცნობილი ლექსებისა და პოემების, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ხელნაწერები, საარქივო ფონდებში დაცული ფოტომასალა და თანამედროვე კალიგრაფების მიერ შესრულებული ნაწარმოებები. გამოფენის მიზანი ვაჟა ფშაველას საიუბილეო 150 წელთან დაკავშირებით თემის აქტუალიზაცია, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვაჟა ფშაველას ავტოგრაფებისა და მასთან დაკავშირებული საარქივო მასალის სკოლებისა და სტუდენტებისათვის წარდგენაა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ვაჟას იუბილეისადმი მიწყვნილი კვირეულის ფარგლებში ხორციელდება. გამოფენა 28 ოქტომბერს დასრულდება. წლევანდელი წელი იუნესკომ გამოაცხადა ვაჟას წლად და სწორედ ამის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტარდება გამოფენა. ეს არის აქ არის წარმოდგენილი ვაჟას არქივები, მისი ფოტოები და დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობდა ვაჟა ფშაველა თავის ლექსებზე, პოემებზე, სხვადასხვა მასალებზე, არის მისი ავტოგრაფები. ვაჟა ფშაველას 150 წლის თავის იუბილეისთან დაკავშირებით ჩვენი სკოლა დიდი ხანია უკვე ემზადება. ბავშვებმა შეასრულეს თიხის ნამუშევრები ვაჟა ფშაველას თემატიკაზე, საკითხული ნაწარმოებების მიხედვით, რომელიც გამოფენილი არის ახლა დღეს აქ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და გრანდიოზული გამოფენისა თუ დღის მონაწილეები გავხდით.